სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინისათა ამი ჩვენთან არ ზღერთ. ერთად ალოცვილი გამყოფოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ უფალმა, ლოცვის ზალმალი ხარობთ თულ თქვენთაგან. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის მეზორესა და ფარისევის კვირა. ანუ ეს არის დღე-კვირეები, აღდგომის მახვის მოსამზადებელი კვირეები. სახელწოდებები აქვს თავის. მეზორესა ფარისევის კვირა, მერე მოდის უძღებიშვილის კვირა, მერე მოდის ხორციელის კვირა, საშინელის სამგზავრის გახსენების კვირა იგივე. შემდგომი არის ყველიერის კვირა, ადამის სამოთხიდან განდევის გახსენება და შენდობის კვირა. ასე ეწოდება ყველიერის კვირას. და შემდგომ უკვე იწყება აღდგომის მარხვა. აი რატო აქ ეს სახელები, სახელწოდებები კვირებს? ჩემს ვიფასებო, მარტო თუნდაც ამ კვირეების განმარტებები რომ ვიცოდეთ, ქრისტეს მიერ სულიერი თვალსაზრისით, პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება ეთქვას, რომ ძალიან წინ იქნებოდით სულიერი თვალსაზრისით. აი დღეს მაგალითად მეზორესა და ფარისევის კვირა არის. ვინა მეზორე და ვინა ფარისეველი? თანამედროვე გაგებით მეზორესა და ფარისევის აზრი შეცვლილი აზრით არის, აზრი დაკარგვა შეცვლილი აზრით არის. დროთა განმავლობაში სხვადასხვა სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება ქართულის მასწავლებელი დამეთანხმება ალბათ, ხო? სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება საუკუნეების განმავლობაში. მაგალითად, რამდენადაც ვიცი, მანანმასწავლებლო კუბო არ ნახსენები ვეფხისტყაოსანში და ეს არის ტახტად არის ტახტია, რომ კუბოზე იჯდაო, ხო, ტახტზე იჯდა. ხო და სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება სიტყვები. ფარისეველი ვინ არის? ფარისეველი არის რელიგიური მიმდინარეობის წევრი, რომელიც მკაცრად იცავს საეკლესიო წესებს. ანუ თანამედროვე ვინც რო ვთქვათ, ეს არის ეკლესიური ხალხი. მაგრამ მერე შეეცვალა მას სახელწოდება ქრისტეს მერე. მაგალითად, ვინა მეზვერე? მეზვერე ის ადამიანი, რომელიც გადასახადებს კრიფავს. სულ ეგ არის, გადასახადებს ამკრიფი. რამე ისეთი კი არა, რომ მეზვერე რაღაცებს ვთქვათ, ბოროტ მოქმედი და მაგრამ იქიდან გამომდინარე, თვითონ საზოგადოებაში მეზვერე განიხილებოდა ცოდვილად. რატო? იმიტომ გადასახადებს კრიბავდა მტრისთვის. დააპრობელი იყო ისრაელი. ამიტომ მეზვერე არ უყვარდა მოსახლეობას. მეზვერეს მიმართ არ იყო სიყვარული. შესაბამისად, მეზვერე ითვლებოდა ცოდვილად, არ არაკეთილსინდისერი ადამიანად, ერთად თანამშრომლობსო. და ფარისეველი არის ადამიანთა იმ ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც რელიგიურ წესებს იცავს მკაცრად, ყველაზე მკაცრად იცავდნენ ფარისევლები რელიგიურ წესებს. ნახე აქ თვითონ ლოცვაში, როცა ამბობს წარდგენ უფლის წინაშეო, როგორ ამბობს? ორ დღეს ვიმარხავ მარხულობო, მიათეც შემოსავლის მიათეცო წირავო ეკლესიასო, არავარო ტაცებელიო, მიემრუშე ცრუდა მყარავიო. ანუ ეს სიმართლეა რაც ჩამოთვალა. აი წარმოვიდგინეთ, უბრალოდ წარმოვიდგინეთ კი რთულია ჩემოს ვიფასებო. აი ხანდახან ჩემსაც გეტყვით აი ხმამაღლა აი ახსარების დონეზე. ხანდახან დავფიქრებულა ხოლმე. ფარისევლის ცხოვრების თანამედროვე გაგებით არის აფირის და გაიგივებული ფარისეველი. თანამედროვე გაგებაა, თორე მაშინ ეს არის ადამიანი, რომელიც საეკლესიო წესებს პირწმინდად ისწავს და ინახავს. და მეორე, რომელიც ამას არ აკეთებს. და რა ხდება მეთქი, რა საოცარია განგებულება ღვთის ჩემთვის ამდენჯერ მithქვამს ხოლმე, ამაზე დაფიქრებული. აი ღმერთთან სიახლოვე რას ნიშნავს? დათარუ ამბობს ფილმში ფიქრისთვისაც გაჩენილია. მიფიქრია ხოლმე ამაზე. აი გამოგიტყობ, ხმამაღლა გეტყვი. რას ნიშნავს ეს არ იმრუშო, არ იპარო, ცილი არ დაწამო, ამათ რო ასრულებ, ცხონდები? ანა იმას ნიშნავს, რომ ეს არ უნდა შეასრულო და ცხონდები? თუ რას ნიშნავს ეს? აი ხშირად ეს კითხვები ჩემ თავზე დამისვავს ხოლმე. საქმე რაშია ჩემს ვიფასებო? როდესაც შენი შინაგან მდგომარეობას განიხილავს ღმერთი. შინაგანად როგორი ხარ შენ? ამას ყველაფერს რატო აკეთებ? რა მიზნით აკეთებ? აი ჩვენ ახლა რო ვართ ეკლესიაში დავდო მრევლი ვარ. რა მიზნით დადიხართ ეკლესიაში? ყოველთვის დავუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა. მე ჩემ თავს დავუსვათ შეკითხვა, თქვენ თავს. ეკლესიაში რატო დავდივარ? აი ნახე, შეიძლება პირობითად
ესე კლასიფიკაცია ეკლესიაში მოსულათა შორის პირობითია, რა თქმა უნდა, პირობითი და ვთქვათ კლასიფიკაცია მოახდინო. იმიტომ დავდივარ, რომ მარტო რო ვარ ჩემ თავთან, უფრო ისა ვარ, გურცხელი. მარტო რო ვრჩევ. იმიტომ დავდივარ, რომ კარგად ვიყო. იმიტომ დავდივარ, რომ ჩემიანებს ღმერთი შეეძლო ჩემი ლოცვა შეისმინოს. იმიტომ დავდივარ, რომ ჩემი შვილებს, ჩემს ოჯახს, ჩემ კარგად, ყველაფერი კარგად ხომეს რა. ერთი შეხედოთ ამაში, არაფერი არ არის ცუდი. ხო, ბუნებრივია. ღმერთი ჩვენ რა სიტყვა ჩვენგან, რომ ცუდად ვიყოთ? რომ ოჯახ წევრები ცუდად ყავდეს? ამას ითხოვს? ამას არ ითხოვს, ხო, რა თქმა უნდა. ეს აბსურდია, ამაზე საუბარიც არ შეიძლება, ფიქრიც არ შეიძლება, ამას ითხოვს, მაგრამ მარტო ამას რო ითხოვდა, უმთავრესი ეკლესიაში რა არის? ქრისტესთან თანაზიარება მინდა მე? მე რო გავალ ამ ქვეყნიდან ქრისტეს გარეშე ცხოვრება, მინდა კი საერთოდ. აი ეს კითხვა უნდა დავუსვათ ჩვენ თავს. მე ყოველ შემთხვევაში ჩემს ფიქრებს გეუბნებით ხმამაღლა. აი ახლა გამოგიტყეთ ჩემ ფიქრებს ხმამაღლა გეუბნებით. ქრისტესთან თანაზიარება მინდა? აი მაგალითად ჩემთვის თავარი არის რომ ოღონ ქრისტე არ დავკარგო. ოღონ მისი ნდობა არ დამეკარგოს და მან არ თქვა შემზე გაწარვეთ შემგან მართლ უყუნო. აი ეს არ მითხრას. ამას ვფიქრობ, ამის მერე უკვე იმიტომ ვიცავ ცნებებს, რომ მასთან ურთიერთობა არ დამეკარგოს, იმიტომ რომ ვიცი რომ უყვარ ვარ და ჩემი ქმედებით არ გამოვიწვიო, რომ მის გარეთ არ დავჩო, ვისაც ყველაზე მეტად უყვარ ვარ. მის გარეთ არ დავჩო, მაგრამ თუ ჩემი არჩევანით მე ხდება რა, ცხოვრება რა არის. აი ხშირად რომ ბავშვებს დალოცავენ, რომ იავარდებით მოფენილი ცხოვრება ქონებოდა. სინამდვილეში ხო ვიტყუებით. რა ცხოვრება, რა იავარდებით სურვილი კარგია. განა იმას ვამბობ, რომ არ უნდა უსურვოთ, კარგი რა, ღმერთმა დამიფაროს, ღმერთ ამას ვამბობ, მაგრამ ხო ვიცით რომ არ არის, აი ჩემი თავობის ვის ბზანდები. იავარდები გაიარე. სად იყო ეს იავარდები? მეც დამანახეთ, გამოვილი იმ ადგილის სიახლოვეს, მაგრამ არ არის, ხო ვიცით. სინამდვილეში ცხოვრება არის ომი. პირველ რიგში სულიერი ომია, ცხოვრება ხორციელი ომია, რა არის? ჯანმრთელობა რო შემერყა ხოლმე, ხორციელი ომი არ არის? სულიერი ომი არის. განსასწრებითაა სავსე. ხანდახან ვეღარ უძლებთ ხოლმე განსასწრებს, ხან დავიყვირებთ. ხალი დაიწყევლება, კაცი შეიგინება, ვეღარ უძლებს. მაგრამ თუ კი მთავარი მიზანი არის ღმერთი არ დავკარგო, ოღონდ ქრისტე შენ იესო შენთან ურთიერთობა არ დამეკარგოს, მაშინ მოდის მართლა ნამდვილი სინანული მოდის მაშინაში, როგორც კი შეცდომას დაინახავ. მაშინ მოდის, მაგრამ ცხოვრებაში რო განსასწრებელი დამიდგა და არჩევანი უნდა გავაკეთო. აი ჩემ თავზე გითხარით ყვები აღსარებას, ყვები ხმამაღლა. არჩევანი უნდა გავაკეთო, რომ ბიჭო, კი ვიცი ახ ამ ადამიანს პატივს სცენ, განაარჩენ პატივს ამ ადამიანს, მიყვარს, მაგრამ ამის მიმართ რო გამოვხატო მორჩილება, პატივისცემა, იმას ვკარგავ, იესოსთან ურთიერთობას ვკარგავ. და მხოლოდ ამის გამო ვამბობ, ჩემი ცხოვრება. გურწმელად გეუბნებით, რომ ჩემი მოსაწონისი მთავრობა ჯერ არ მოსულა. ეს ხალხი ჩემი მოსაწონისები არ არიან. ამის გამო ვამბობ ამას, იმიტომ კი არ რომელიმე მეზიზღება. არავინ არ მეზიზღება, აი თუ ვინმე შემამჩნევს მე ურთიერთობაში რომ მე ზის გამოვხატავ, მამხილე. მაგრამ არა მაქვს ეს სიძულვილი, გულახდილად გეუბნებ ჩემ თავზე მაგის მიფიქრია. არ მიფიქრია იმაზე რომ ის ცუდია, კარგია, მაგრამ ამიტომ ვამბობ რომ მეშინია ღმერთი არ დავკარგო. მეშინია რომ ამ ურჯულოებაში, ურჯულო პირდაპირ არა და ვიცი, ეს ხორება ფარსია. აი ფარსი რას გულისო? ფარსში ცხოვრობ. ეს ფარსის ჩვენ თვითონ ქმნით. შენი ჭირიმე შენგენაცვალე, ბატონო ასეთო, ქალბატონო ისეთო, დედა რა ლაბაზი თვალები გააქვს. სინამდვილეში ფარსია ყველაფერი. ერთმანეთს ვეპირფერებით, ერთმანეთს ვემნიქვნელებით. მხოლოდ იმიტომ ვიქცევით, ასე რომ გჭირდება ერთმანეთი. როგორც კი ერთმანეთი აღარ გჭირდება,
აღარც მისი ლამაზი თვალები გვახსენდება და აღარც მისი ჩხარის სირბილი თუ რაღაც აღარ გვახსენდება უკვე იმიტომ რომ სინამდვილეში როცა ამას ვამბობდით იმიტომ ვამბობდით იმ სიტყვებს რომ ვეპირფერებოდით იესოსთან კი ასე არ არის იესოსთან ასე არ არის ურთიერთობა ამიტომ როცა ქრისტე გინდა ოღონ გულით სულით აი ერთი სულ მახსენდება ეს შემთხვევა აი ბავშვიანი ქალი რო იყო ტაძარში შესული და როგორ ახარო იესო ბავშვი ეუბნება იმას რა ქვია ჯვარცმასთან და როგორ ხარ ეკითხება დედა ასწავლის შვილო როგორ ხარ კი არ უთხრაო ლოცვა უნდა თქვაო და მამაო გაიგონო და ეუბნება ეგ არის პირველი შემთხვევა როდესაც იქით ეკითხება როდი როგორ ხარ შენ ყოველთვის რაღაცას ვითხოვთ ჩვენ ვტყივა ქრისტეს ჯვარცმა ჯვარზე რო უყურებთ განვისტით რომ ის ჩვენთვის მოკდა ჩვენთვის რო კვდება ის ამას განვისტით და ამან ბავშვმა თავში ბავშვური სისუფთავით ეს ხო გაიგონა რომ ქრისტე მოკდა ჩემთვის ხედავს რომ ქრისტე ჯვარზე ჩემთვის როგორ ხარ ვარ კვტივა ანუ უნდა რომ დაეხმაროს და ერთი კიდევ ერთი შემთხვევა იყო რუსული ეკლესიის ისტორიაშია აი მე-18 საუკუნეში ეს ურალის იქითურ ტერიტორიები დაიკავეს დედოფალი იყო დედოფალი რა იქ მეფე-დედოფალები არ იცოდნენ და მართველი ბელადის ცოლი თუ რაღაცა იქ ეკლესია ააშენესო აღარ მახსოვს რომელი რეგიონი არის იქ უზარმაზარ რეგიონებია ეკლესია ააშენესო და ეს ხალი შედის ანუ იმ მოსახლეობის პირველი ლედი ასე ვთქვით თანამედროვე რო გაგებით შედის ტაძარში გავიგებ რას ხედავს და ხედავს კაცო რომ ჯვარცმული ჯვარზე გაგული ადამიანი არის ატეხა ყვირილი ვინა ხართო თქვენ რა ურჯულოები ხართო უსვენა მდელმა რა ურჯულოები ხართო ადამიანი ჯვარზე არისო და ეს რა გიხარია თუ რა ხდება არა ეს ვინ არის რატოა ჯვარზე ეს ოდა ეხიბებოდა მამაოს რა შე რა გაღიმებსო და ეგეთი წმენითო ჯერ არ შემოსული არავინ მინახავს ნახე მამაო რა დაინახა იქ რომ იქ დაინახა რომ ის განიცდიდა მის ტკივილს ეს ქალბატონი ტკივილს განიცდიდა მალე მოინათლა მე ეს ქალბატონი არ მახსენებო სახელიც არ უბრალოდ ვეღარ გავიხსენე სახელის და მამაო სახელი დაფიქსირებული ადგილის და ყველა ტკივილს განიცდიდა იქ და ჩვენ თუ კი ასე ცხოვრობთ იესოს სიტყვა თუ კი მნიშვნელოვანია მაშინ ჩვენ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ ღვთის წინაშე აღარ გავიმეორებთ ფარისევლის სიტყვებს რომ არ ვარ დაცემელი არ ვარ მემრუშე არ ვარ ცრუ არ ვარ პარავი ეს რო არისო ესეთი არა ვარ ეს რო არის ხოლე და ნიკი დათითებს თქვენ სურათი თუ გინახავთ მეზვერესა ფარისევლის სურათი წინ დგას ფარისეველი უკან ბოლოში დგას მეზვერი და ფარისეველი ზურგს უკან ხო არის მეზვერი ასე შობა ასე წერიგეთ გაკეთებული ესეთი რო არ ვარ მადლობაო ესეთი რო არ ვარ და ჩვენც ხშირად შეიძლება ეს დაგვემართოს აი მე ეგეთი ამნაირი რო არ ვარ რა კაია ამას რატო ვიტყვით იცი ჩვენი შინაგანი ბუნება რო კარგად არ ვიცით და იმიტომ ვამბობთ ამას რა შეიძლება ამნაირი რო არ ვარ იგი სიღრმეში რო ჩავიდეთ უცოდველი ხო არავინ არ არის შენც ხო ცოდე და იმის ადგილზე შეიძლება უარეს გაიკეთებია ვინმეს კი არ ვეჩხუბებ ჩემ თავზე ვამბობ ერთხელ მქონდა საუბარი რომ აი ჩემი მშობლების თაობა ათეისტები იყვნენ 90-იან წლებში რომ ეკლესიაში მივედი მე და სასულო პირი გავხდი ძირითადად მქონდა პოლემიკა ათეისტებთან კარგად მახსოვს აი პერიოდულად ყველა ეტაპზე სხვადასხვა კატეგორიის და სხვადასხვა აზროვნებისა და ხედვების ადამიანებთან მაქვს ხოლმე პოლემიკა 90-იან წლებში მქონდა პოლემიკა ათეისტებთან ვერ წარმოიდგენთ რა ადვილი იყო ეს საუბარი რა დონის ურთიერთპატივისცემაზე იყო საუბარი არც მაშინ ვიხევდი უკან მაშინაც ვეუბნებოდი და ვამხედი მაგრამ იყო საოცარი სიტყვა რატო იცით იმათ მართლა ჯეროდათ რომ ღმერთი არ არსებობდა და მერე რატო არის რთული იმიტომ რომ როიძახის ახლა უკვე მე შემოვიდა მოდაში ქრისტიანი ვარ და სინამდვილეში ქრისტეს გმობელია ცხოვრებით აზროვნებით ხედვით
და მიმყისებს რომ ქრისტიანია, ბიჭო, ჯერ ის უნდა გააგებიო რომ არა ქრისტიანა, თან პრობლემა ეს კი არ არის რომ ვითომ ეშლება. პრობლემა ესაა ზუსტად იცის რომ ქრისტიანი არ არის და თან გიმყისებს რომ ქრისტიანია. და ქრისტიანობის სახელი გელაპარაკება. მერე დაიწყო ეს განსაკუთრებით ბოლო 13 წელიწადი. ამ ათხელში დაიწყო პირწმინდად გადაგვარება ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნებისა რელიგიური კუთხით. პირწმინდად აი იმ პროცესი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს გაგრძელდა. ჩვენი თავარი რა უნდა იყო დავამთავრებ დიდხან გამიგზელდა. ყოველთვის ეფრემ ასულის ლოცვაში რო წერია განსდათვის და ცოდვათა ქრისტიანის თავარი მიზანი რა არის? მე შენი ცოდვა არ წამწყნავს. შენ სხვისი ცოდვა არ წამწყნავს. მე თუ მინდა ცხონება მე ვტირი ჩემ ცოდვებს. და შენ თუ გინდა ცხონება ტირი შენ ცოდვებს. ძალიან მარტივია. შესაბამისად განსდათვისა ცოდვათა ანუ უფალო მომეცით ჩემი ცოდვების განცდის უნარი. და როგორც კი ეს უნარი ამას თხოვ და ეს უნარი შიგნით და ვიწყებს ადამიანის სულიერ თვალით შიგნით ჩახედვას იწყებს. საკუთარ გულში, სულში, გონებაში, აზროვნებაში, ხედვებში ჩახედვას იწყებს. განსდათვისა ცოდვათა უნარო მომეცი შიგნი უნდა ჩავიხედო. რო ჩავიხედე, ბევრი ცუდი დავინახე. ცუდი რო დავინახე, ზოგი შევეცადე გამოსწორება, ზოგი ვერ შევძელი გამოსწორება. ზოგი როგორც კი დავაპირე გამოსწორება, თვითონ ადამიანო ჩემი ხასიათის გადაგვარების პროცესი დამეწყო, იმიტომ იმდენად შიგნი მაქვს ეს რაღაცეები. იმდენად რომ აი თვითონ კარგავდი საკუთარ თავს. და სწორედ ეს პროცესი არის ქრისტეს მიერ ცხოვრება. ერთ სიტყვით დავამთავრებ. აი მშობლების ბრძანდებით. როდესაც ხედავ რომ შენი შვილი აკეთებს ისეთ რამეს, რომ შენ გაგეხარდეს. მაგრამ აქვს მნიშვნელობა იმას გამოუვა თუ არა? დედებს და მამებს გეკითხები. უბრალოდ დაინახე რომ ისეთ რამეს აკეთებს შენი შვილი, რომ თან იმიტომ აკეთებს იმას, რომ შენ გაგეხარდეს. აღარ აქვს მნიშვნელობა მშობლისთვის იმას გააკეთებს თუ არა. ეს უკვე საკმარისია სიყვარულისთვის. საკმარისია იმისთვის, რომ უკვე გაკეთებული ეს საქმე. ხო და ასია ღმერთთან ურთიერთობა, მშობლისა და შვილის ურთიერთობა არის ასლი ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობასთან. ასე უნდა ვეცადოთ ჩვენც ვაკეთოთ ის, რაც ღმერთს ესიამოვნება. არ გამოგივა, მას უკვე უყვარ ხარ და მადლობელია იმისი, რომ ეგეთი შვილი რო ყავს. არ გამოგივა, მოგიხმარებ, რა შვები ამდენ როცა მას გაკეთება უნდა და არ გამოუგდეს. დედა და მამა რას აკეთებთ? იხმარებით, ხო? შენთვის სასარგებლო კი არა, რაღაცას რო ხედავ რომ შვილი აკეთებს. კეთებაში შექმნა რო უნდა რაღაცის. ეგრევე გადაერთვება მშობელი იმაზე, რომ რა რითი მოეხმაროს. რომ მან მალე გააკეთოს და მიაღწიოს მიზანს. განასი არა ხართ მშობლები. მეც როგორ მშობელი. ღმერთი ზუსტად ასია. ჩვენ ეს არის ასლი. შვილთან ურთიერთობა არის ღმერთი ჩვენთან ურთიერთობა. ეცადეთ აკეთოთ ის, რაც ღმერთს ესიამოვნება. და ყველა ვიცით ეს რა არის სწორი ღმერთის სიტყვის, ყველა ხვდება ამას. პატარა ბავშვიც კი. პატარა ბავშვიც კი ხვდება ამას, რატო ხვდება? სახში რო შეხედი, პატარა ბავშვი ხარ, სახელი რო დამანული რო არის. დაუძახე სახელი და როა გაყუჩული. რომელი ვერ მივხვდით რომ უკვე რაღაცა გააფუჭა. რომელი ვერ მივხვდით ამას. და რატო გაყუჩდა ის? იმანაც იცის რომ გააფუჭა და იმედო არის გაყუჩული. ადამ სადახარ იმის გამეორება არის ეს. ასე რომ პატარა ბავშვაც იცის რა არის ცუდი და კარგი, არა თუ დიდებმა. ყველა ვიცით ეს. ამიტომ ესე თუ ვიცხოვრებთ ღმერთისთვის სათნოთ ცხოვრებით. უკვე ჩვენ როგორ ვიცევთ, იცი? ცხოვრებით დავებსგავსებით ფარისეველს, ხოლო სინანულით მეზვერეს. მეზვერი ცხოვრება კი არაა კარგი. მეზვერი სინანულია კარგი, მაგრამ ცხოვრება ჯობია ფარისეულის კონდეს. იმ ფარისეულის რომელიც ასე აკეთებდა, არ ბრუშობს, არ ქურდობს, სტაცემელი არც შეპრუ, მაგრამ სინანულია.
რომ ეს მიდრეკილებები ამ ქურდობებისა და რატო ამბობს ამას არ ვუშობ ამ ქურდო მიდრეკილებაა მაგრამ უბრალოდ არაკეთებს და სინანულით კი დავემსგავსებით მეზუელეს და ცხოვრების წესით კი ფარისევნებს ეს არის სრულყოფილი ცხოვრება ერთმა ასეთი ცხოვრება მოგცეთ გვერდით ჩვენთან არის ღმერთი